მან თქვა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ეს იყო სიტყვები, რომელმაც ხალხს წმენა დაუბრუნა. ეს იყო სიტყვები, რომელმაც ერი გაახუცა. მაშასე, ზვიად გამსახურდიაზე უნდა მოგიყვეთ. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის იყო ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებით. გატაცებული იყო ლიტერატურით, ენებითა და მეცნიერებით. სწავლობდა თბილისის 47 საშუალო სკოლაში. გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთარგმნელი. 15 წლის ასაკში თარგმნა ედგარ პოს, შექსპირისა და გოეთეს ნაწარმოებები. სამოციანი წლების ბოლოს ზვიად გამსახურდია უკვე აქტიურად იყო ჩართული დისიდენტურ მოძრაობაში. ის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა რეჟიმის ეროვნულ და კულტურულ პოლიტიკას. უდიდესი უბედურება ის არის, რომ დამპყრობელმა კომუნისტებმა ჩვენს ხალხს დაართეს არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ დაართეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება, რელიგია და თავს მოახვიეს ათეისტურ-მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც გახრწნა ერი, რომელმაც გამოიწვია კატასტროფული შედეგები ჩვენი ერისათვის. პირველ რიგში ის, რომ დაიღუპა უამრავი კულტურული ღირებულება, კულტურის ძეგლები. 1966 წელს დაარსა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წინამორბედი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის დაცვა. 72 წელს ის დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მოგვიანებით ის კვლავ საქართველოში დაბრუნდა. 80-იანი წლები. ზვიად გამსახურდია იქცა ეროვნულ მოძრაობის მთავარ ლიდერად. 1988 წელს დაარსა საქართველოს პირველი მრავალპარტიული მოძრაობა მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველო. მისი მთავარი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. სწორედ ამიტომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ის იტყვის: აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს მე ზვიად გამსახურდია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხდება. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ის იქცა თავისუფლების მთავარ სიმბოლოდ. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. პრეზიდენტი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა. 31 დეკემბერი 1993 წელი. ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს ზუგდიდის რაიონში. ოფიციალურად თვითმკვლელობა, არაოფიციალურად ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ზვიადი დარჩა იქ, სადაც მეხსიერება უკვდავია, ხალხის გულში. და მაინც, ზვიადის იდეა დღესაც ცოცხალია. მან თქვა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.